ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში რეჟიმის მოწინააღმდეგე ჟურნალისტების, ფსიქოლოგების, მუსიკოსის, პედაგოგის და სამოქალაქო აქტივისტის პროცესი იწყება. 9 ადამიანს მზია ამაღლობელის საქმის გამხილველი მოსამართლის სახლთან ჩატარებული აქციის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. სხდომის პარალელურად სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი, კონკრეტულად ვისი დასჯა გადაწყვიტა ამჯერად რეჟიმმა და როგორია მოლოდინები. ნინუცა კეკელია ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ამ თემით. გისმენ ნინუცა. ქეთი ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების რეპრესიების ქრონიკას ვადევნებ ჩვენ რახანია თვალს და აღარაფერია უკვე გასაკვირი, თუმცა რამდენიმე წუთში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიწყება პროცესი, სადაც განსაჟიელი სკამზე იჯდება 9 ადამიანი, მათ შორის არიან მუსიკოსები, არიან მასწავლებლები, ფსიქოლოგები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, რომლებსაც დღეს გადაწყვეტილებას გამოუცხადებენ, რა კანონდარღვევა ჩაიდინეს, მაშინ როცა პროტესტი გამოხატეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის სახლთან არასამუშაო დროს, როდესაც პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ შალვა ოქროპირაშვილმა არ განიხილა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლის მზია ამაღლობელის საქმე. პროტესტის მიზეზი ეს იყო, პროტესტი 26 იანვარს იყო ოქროპირაშვილის სახლთან, თუმცა 6 თებერვალს მას შემდეგ რაც ყაველაშვილის არალეგიტიმური პრეზიდენტის ხელმოწერით გამკაცრდა ადმინისტრაციული კანონდარღვევის მთელი რიგი კანონებისა, ადმინისტრაციული კანონდარღვევის დაიბარეს გამოკითხვაზე სასამართლოში. ეს 9 პირი განხილვა დაიწყება ზუსტად 12 საათზე და როგორც ჩვენ იურისტები გვეუბნებიან, 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს ის კანონდარღვევა, რასაც სასამართლო ედავება 9 პირს. ისე გულწრფელად გეტყვით, რომ კონცერტი სად არ მქონია მარილის შახტაში -284 მეტრის სიღრმეში, მაგრამ კონცერტი არ მქონია სასამართლო დარბაზში, ანუ არ მოხვედრიო. რა თქმა უნდა, ეს იუმორით, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ამ შემთხვევაში არის ჩემთვის ის, რომ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ხმა, რომელიც ისმის იქ და არ ჩერდება, ადამიანს არ შეუძლია ის შინით გააჩეროს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შენი სიმართლის ხმა არსად და არ ისმის, ვერავის ვერ აკეპინებ. ამიტომ იმდენად დაგროვდა ეს უსამართლობის ეს განცდა, იმდენად რთულია ამ ძალიან, როგორ გითხრათ, მზიას თემა, თემურ ქათამაძის შიმშილობა და ძალიან ბევრი მოვლენები, რომ არ ვიცი, ეს ხმა როგორ უნდა გაჩერდეს. ძალიან სამწუხაროა, დღეს გაკვეთილზე უნდა ყოფილიყავი და იწევს სასამართლოში მოვიდე და მზია ამაღლობელის სოლიდარობა აი ესე თუ ძვირი დაჭდებოდა. ამიტომაცაა, რომ უბრალო ადამიანებს უნდა გქონდეს გასაპროტესტებელი ადგილი, ან რაღაც ისეთი, რითაც შეიძლება რომ მართლა გულწრფელი პროტესტი გამოთქვა. მე ასეთ მშვიდ აქციაზე არასდროს არ ყოფილვარ. ძალიან მოკლე ხნით. არც ცუდი სიტყვები გვიხმარია, არც უბრალოდ ჩვენი სოლიდარობა გამოვთქვით. თურმე სოლიდარობა ისჯება და ძალიან სამწუხაროა. 6 თებერვალს ამოქმედებული ცვლილებებით ითვალისწინებს აღნიშნული ქმედება როგორც 60 დღემდე პატიმრობას, ისე ჯარიმას. ზიანი რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს არის მინიმალური, იქიდან გამომდინარე, დაახლოებით 20 წუთის მანძილზე იყვნენ ეს ადამიანები საცხოვრებელ სახლთან შეკრებული, რის მტკიცებულებებიც რა თქმა უნდა წარმოდგენილი იქნება სასამართლო პროცესზე და ერთობლივად იმ კონტექსტის ვითარებაში მათი პიროვნების გათვალისწინებით იმედს ვიქონიებთ, რომ სასამართლო გამოიტანს შესაბამის ადეკვატურ გადაწყვეტილებას.
მოკლედ, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს ნინო ქათამაძეს, ლადო აფხაზავას, ფსიქოლოგს მაია ცირამუას და ჟურნალისტ გელა მთიულიშვილს, ასევე კიდევ 5 პირს, რომელიც სხვადასხვა პროფესიულ სფეროს წარმოადგენს, ახლა ემუქრება 15-დღიანი პატიმრობა, 174 მუხლის დარღვევას ედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ, რაც გულისხმობს 15-დღიან პატიმრობას და ეს მუხლი თავისავად გულისხმობს იმას, თუ კი მოხდა მაგალითად პიკეტირება ან სასამართლოს შესასვლელის ან მოსამართლის საცხოვრებელ ტერიტორიასთან საპროტესტო აქცია ჩატარდა, თუმცა ადვოკატები ამბობენ იმას, რომ ეს საღამოს საათებში მოხდა, სამუშაო საათები არ იყო, მშვიდობიანი პროტესტი გამოხატეს მოქალაქეებმა, ამით არ შეზღუდულა მოქალაქის მოსამართლის უფლებამოსილება და ამიტომ სრულიად უკანონოდ ედავებიან სამართალდარღვევას მათ. დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება ქუთაისში, საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ეს პირები განსაჯელის სკამზეს ხედან და საპროტესტო და სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ფსიქოლოგები და პროტესტის სხვა მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ იმ პირებს, ვინც ახლა დღეს ელოდება 15 დღით პატიმრობაში გაუშვებს თუ არა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. ჩვენი შეკრების მთავარი მიზეზი არის სოლიდარობა ჩვენი კოლეგების, რომლებიც იბრძვიან უსამართლობის წინააღმდეგ. ჩვენ პროფესიაში შეუძლებელი არ იდგა ადამიანის გვერდზე, მით უმეტეს უკანონო პატიმრის და მით უმეტეს მოშიმშელი ადამიანის და ჩვენი მიზანი აი ამ მთელი შეკრების არის ისე, ჩვენ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ჩვენ შევძლებთ, რომ ხმა მოვიღოთ, იმიტომ რომ სიტყვა ფსიქოლოგებისთვის არის მთავარი იარაღი. ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ აქ ვინც ავართ შეკრებილები ვართ ჩვენი ორი კოლეგის მხარდასაჭერად, ეს არის ქალბატონი მაია ცირამუა და ქალბატონი ქეთი ფილაური და მათთან ერთად იმ 7 ადამიანის, რომელსაც ზუსტად ანალოგიური ბრალდება აქვს, მაგრამ ვიქნები უფრო კონკრეტული, ჩვენ აქ მოვედით როგორც პროფესიული ამქარი იმისათვის, რომ ჩვენ ორ კოლეგას დაუჭიროთ მხარი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი დღეს დგანან ადამიანის მორალური და ღირებულებითი კატეგორიის დასაცავად. კიდევ ერთხელ ვეტყვი მაყურებელს, რომ ის ბრალდება, რომელიც წარდგენილი აქვს 9 პირს, ვინც საქმესაც ახლა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოქალაქე მოსამართლე განიხილავს, არ ითვალისწინებს არც ჯარიმას და არც გაფრთხილებას, მხოლოდ 15 დღიან პატიმრობას და ახალი კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების მიხედვით 5000 ლარიან ჯარიმას ან 60 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას, თუმცა რადგან ეგრეთ წოდებული დანაშაული ჩადენილია 26 იანვარს, ვიდრე ყაველაშვილი ხელს მოაწერდა ამ ცვლილებებს, სავარაუდოდ მოსამართლე, თუ კი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, 15 დღიან პატიმრობაში გაუშვებს 9 პირს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადვოკატები მიუთითებენ, რომ არ ყოფილა არანაირი კანონდარღვევა, უნდა გათავისუფლდეს ყველა მათგანი სასამართლო დარბაზიდან, რადგანაც ისინი გამოხატავდნენ პროტესტს მშვიდობიანად მოსამართლის სახლთან არასამუშაო დროს.